რაც ეს პროტესტი მიდის, მე ვიძახი, რომ ნორმალური ცხოვრება აღარ მაქვს. ანუ რაც მე მიხაროდა და ფეხბურთის ყურება, ფილმის ყურება, წიგნის კითხვა, რაღაცნაირად ყველაფერი გვერდზე გადავდე და მთლიანად ვარ კონცენტრირებული იმაზე, ქვეყანაში რა ხდება. მაგრამ მე ამას ვერ შევადარებ იმ ადამიანების ცხოვრებას, რომლებიც არიან რეჟიმის ტყვეები. ანუ მე კი შეიძლება რაღაც დისკომფორტი მაქვს, შეიძლება ცოტა გაზი ვყლაპე რაღაც მომენტში, რაღაც ჩემ მეგობრებს რაღაც მოხვთათ და ასე შემდეგ, მაგრამ ადამიანები არამედ გაზაფხულიდან ციხეში ცხედან. მალე იქნება წელი რაც ციხეში არიან, ხო? და ჩვენ ეს ადამიანები არ უნდა დავივიწყოთ, ანუ რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, კი იქ ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ყველა ტყვეები ვარ და ასე შემდეგ, ანუ არ შეიძლება ამის შედარება. ეს ადამიანები არიან წარმოუდგენლად მძიმე სიტუაციაში, ჩვენ ეს ადამიანები უნდა დავიხსნათ, მაგრამ სანამ დავიხსნით, თუ ჩვენ ამას ხვალდაზე ვერ ვახერხებთ, ჩვენ მათ რაც კი შეგვიძლია ყველანაირად უნდა დავეხმაროთ. ერთი არ უნდა ვახსნოთ ყველგან, სადაც მოვახერხებთ და სულ უნდა ვილაპარაკოთ ამაზე, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს და მეორე თუნდაც ეგეთი ელემენტარული რამ, როგორც წერილის დაწერა და შეგზავნა მხარდაჭერის გზით. აი ეს კულტურა რომ დამკვიდრდეს, რომ სისტემურად თუნდაც ამ პერიოდულად შევიკრიბოთ, ერთად დავწეროთ, ერთმანეთს დავეხმაროთ და შემდგომ ან ადვოკატებს გავატანოთ, ან პოსტის საშუალებით გავუგზავნოთ ჩვენს თანამებრძოლებს ეს წერილები, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.